გაიხსნება თუ არა 6 ერის კარი ქართული რაგბისთვის. მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანოს მაღალჩინოსნები ტურნირის ფორმატის ცვლილებების აუცილებლობაზე კვლავ საუბრობენ. რა პერსპექტივები და შანსები აქვს საქართველოს ნაკრებს 6 ერის ტურნირში მონაწილეობისთვის და რა შეესაძლო ცვლილებებზე საუბრობს მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი. ნინო გაბელია მოგიყვებით. ქართული რაგბი კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ფრანგული ფიგაროსთვის მიცემულ ინტერვიუში მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რაგბი ევროპის ფავორიტ გუნდებს 6 ერში თამაშის შანსი უნდა მიეცეთ იმისთვის, რომ რაგბი მსოფლიოში კიდევ უფრო პოპულარული გახდეს და განვითარდეს. აუცილებელია ეს წრე გაფართოვდეს იმისთვის, რომ რაგბი კიდევ უფრო განვითარდეს. მსოფლიოში არსებობენ მეორე დონის ქვეყნები, როგორიც არის საქართველო, რუმინეთი და მათ შანსი უნდა მიეცეთ 6 ერში თამაშის. ბერნარ ლაპასე, რომელიც მსოფლიო რაგბის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ ერთი თვე იმუშავებს, პრესტიჟული ტურნირის ორგანიზატორებს ფორმატის ცვლილებისკენ მოუწოდებს. ლაპასე აცხადებს, რომ 6 ერში პლეი-ოფის სისტემა უნდა დაინერგოს და ტურნირის ბოლო ადგილოსანი გუნდი რაგბი ევროპის გამარჯვებულს დაუპირისპირდეს. მყისიერად ამაზე გადაწყვეტების მიღება არ ხდება, მაგრამ რადგან ეს საუბარი ასეთი მაღალი ტრიბუნიდან დაიწყო, იმედი ვიქონიოთ, რომ ლოგიკურ დასასრულამდე მივა. მსოფლიო რაგბის პრეზიდენტის განცხადებას რაგბი ევროპის მონაწილე ნაკრების მწვრთნელები ეხმაურებიან. რუმინეთის ეროვნული გუნდის თავკაცი ლაპასეს სურვილს და იდეას ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მხარს უჭერს და ლოგიკურს უწოდებს. ქართული მხარე კი აცხადებს, რომ მსგავსი რანგის პირთა მხარდაჭერა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება მხოლოდ ტურნირის ორგანიზატორების გადასაწყვეტია. ეს ტურნირი არის კომერციული, მათ შეუძლიათ აზრი გამოთქვან, მაგრამ გადამწყვეტი მაინც არიან ტურნირის ორგანიზატორები. საქართველოსთვის ის იქნება ძალიან კარგი რამ, თუ ეს მოხდა, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ სურვილია და მეტი არაფერი. საქართველოს ნაკრების 6 ერში გაწევრიანება აქტუალური 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ გახდა. მსოფლიო მედიამ არაერთი გამოკითხვა და სტატია მიუძღვნა აღნიშნულ საკითხს. გულშემატკივართა და სპეციალისტთა დიდი ნაწილი თვლის, რომ 6 ერის კარი ევროპის მეორე რანგის სარაგბო ქვეყნებისთვის უნდა გაიღოს. თუმცა ტურნირის უშუალო ორგანიზატორები ჯერჯერობით ამ ცვლილებას არ გეგმავენ.